პოლიტიკის პრობლემები იყო დღეს მთავარი თემა კონფერენციაზე, რომელიც თბილისში გაიმართა. ქართველი და ამერიკელი ოფიციალური პირები აკადემიურ წრეებთან ერთად პატიმართა უფლებების ჯანდაცვის განათლების და სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებული გამოწვევების პრაქტიკული გადაჭრის გზებზე მსჯელობდნენ. კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება. ნიუ-იორკის მერის მოადგილე და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორები საკუთარ გამოცდილებას ქართულ მხარეს გაუზიარებენ. მხარეების განცხადებით მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარების გზების მოძიებას. მსგავსი კონფერენცია მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საჯარო განხილვა იმ საკითხების, რომელიც ქართულ პოლიტიკაში აქტუალურია. ამიტომაც მოვიწვიეთ უნივერსიტეტის პროფესორები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები. აქ განვიხილავთ ყველა იმ პრობლემას, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. პენიტენციური სისტემა არ არის მარტივი. ჩვენი პრობლემები გვაქვს ამერიკაში, ჩვენს ციხეებში, ნიუ-იორკში. ჩვენთანაც ხდება, როდესაც სიტუაცია კონტროლიდან გამოდის და ფიქსირდება ძალადობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თქვას, რომ ეს დაუშვებელია. აუცილებელია სასჯელ აღსრულების ოფიცრებმა იცოდნენ, რომ ეს მიუღებელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ კონკრეტული ინფორმაციით მოსული და გვინდა ვაჩვენოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს და სამოქალაქო საზოგადოებას თუ ბოლო 4 თვის განმავლობაში როგორ ჩვენი სისტემაზე ორიენტირებული სისტემიდან როგორ გადავიდა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ღირებულებებზე.